აი ესე მთელი ტერიტორიები შენიხვა. აი ბევრგან არის აქ სურო, იქითაც, აქეთაც და შესაბამისად აი ამ სუროს კედლის შიგნი, როდესაც ნახეს რომ მღვიმე იყო, ნახეთ ძველი ციხის ნანგრევს ხედავთ, ჯვარი სადაც არის. იქიდან იყო ესე ჩამოსასვლელი, კიბე ჩამოჭრეს. ეხლა თქვენ რასაც უყურებთ იქ სამრეკლოსა და ტაძარს შორის ის არის ხელით გამოჭრეს, იმიტომ რომ ფაქტიურად ამ კლდეზე ადვილად ევლო ადამიანებს და აი ახლა ტაძარს რო ხედავთ, ამ ტაძრის გვერდით მე-6 საუკუნის ბოლოს ააშენეს ტაძარი. ამ ტაძარზე ჯერ არ ვსაუბრობ. მე-6 საუკუნის ბოლოს, ანუ 1500 წლის წინ და ის ტაძარი არის წმინდა ეკატერინეს სახელობის. წარმოიდგინეთ თქვენ 1500 წლის ტაძარი გვაქვს აქ. და ეს ყველაფერი იყო შენიღბული და აქ თუ გაივლიდა ვიღაცა, გამოივლიდა, ვერაფერს ვერ ხედავთ. ეხლა აი ამ სუროს იქით რაღაცა ვიღაცა რო იმალებოდეს, ხო არ დაინახავ. თან ეს სურო არ დაგვავიწყდეს, არის ზამთარ ზაფხულწვანია. აფოთლები არ ცვივა. ზამთარში გაივლიდა ზაფხულში ვიღაცა, შიგნი ყოველთვის ფარდა იყო და აი ამ სუროს გაგრძელებაზე მოხდა ისე რომ ეს ტაძარი აშენდა 1285 წელს. ეხლა შეიძლება 1285 წელი ჩვენ არაფერს არ ვეუბნება. არაფერი არ ჩანს. ეხლა 1285 წელი ჩვეულებრივი წელია, მაგრამ სინამდვილეში სხვა არის, სხვა რაღაცა ხდება. 1285? 1285 წელს რომ გვეუბნება რომ მიწისძვრის მერე, ანუ ფაქტია რომ მიწის რომ აქ რაღაცები დაანგრია, ძალიან ბევრი არქეოლოგიური ფაქტი არსებობს რომ აქ მიწისძვრებმა დაანგრია და ხანძარით კი გააჩინა. აი მაგალითად ერთ-ერთი ვერსიით დიდველი ციხე, კიდე ასიეთის ტერიტორიაზე რაღაცები მაგ დროს დაინგრა. და შესაბამისად ამ ყველაფრის გრევის შემდეგ მოხდა ისე რომ გაჩნდა სურვილი და აუცილებლობა რომ ახალი კონსტრუქცია აშენებულიყო და აი ამ ტაძრის მშენებლები აღმოჩნდნენ რაჭის ერისთავები. რატი და ნია კახაბერიძე. იქ წერია ეს ყველაფერი. დღესაც აი 1285 წელში აშენებული, დღემდე შემორჩენილია ფრესკაც, მისი მეუღლე ქეთევანიც და აი ეს მხატვრობა მიუხედავად იმისა რომ მაინც ტაძარი არის მღვიმეში, ტენი, ნესტი მაინც არის, მაინც დღემდე მოაღწია და უნიკალურია. კარგი, ტაძარს ზებოთაც გესაუბრებით, მაგრამ თავარი მინდა აუცილებლად მაგის გარეშე როგორ შეიძლება. გამოეცალეთ არ დაიჯახოთ, არ დაიჯახოთ.